უფლის ციხე. ძველი წელთაღრიცხვის მეორე 1000 წლეულის ბოლოს კლდეში ნაკვეთი ქართული ქალაქი. ეს კი საწნახელია, ყურძნის საწური. ამ ღრმულში ყურძნის წვენი გადმოდიოდა. ესეც საწნახელია, ეს სატკბილე. როგორც ჩანს, აქ ყოველ ნაბიჯზე ღვინოს აყენებდნენ. აქ კი ინახავდნენ. ამ ქვევრებში ინახავდნენ მარანში, ღვინის სახლში. ეს წიბწები, რომლებიც გათხრების შედეგად საქართველოს ტერიტორიაზეა აღმოჩენილი, მიეკუთვნება ყველაზე ადრეული კულტურული ვაზის სახეობას მსოფლიოში. ეს წარმოიშვა ველური ვაზისაგან. და ეს პროცესი ხდებოდა იქ, სადაც ველური ვაზი ბუნებრივად იზრდებოდა და საქართველოს ზუსტად შედის ამ არეალში. ეს ჭურჭელი 8000 წლისაა და მეცნიერები ამტკიცებენ, რომ მასში ღვინო ინახებოდა. So we essentially would have a wine culture that starts, say, around 7000 BC, very likely, and then continues for the next 9000 years. კახეთი, ალაზნის ველი. ეს 100 კილომეტრიანი ველი უწყვეტი ვენახია და როგორც მეცნიერები ადასტურებენ, ამ ვენახს უკვე რამდენიმე 1000 წელია უწყვეტად უვლიდა ამ მიწაზე მცხოვრები ქართველი მევენახე. მათი შრომის შედეგი კი თავს იყრის აი აქ, მარანში, ქვევრებში. როგორც ქართველები ამბობენ, აქ იბადება, იზრდება, წიფდება და ცხოვრობს ღვინო. საქართველოში მექვევრეობის ორი ძირითადი კერაა: დასავლეთ ქართული ზემოიმერული და კახური. ახლა ჩვენ კახეთში ვართ. მექვევრე რემი კბილაშვილთან. თვითონ რემი, მისი პაპა, მამა, შვილი და შვილიშვილებიც ამ კარიერში თხრიან იმ თიხას, რომელიც ქვევრის ასაშენებლადაა საჭირო. როგორც კი ადამიანმა დაიწყო თიხის გამოყენება, ეს ნეოლითის ეპოქით თარიღდება, ჩვენთან უკვე ჩდება დიდი ჭურჭლები, რომელსაც მეცნიერები თვლიან ქვევრის წინაპრად. თვითონ მექვევრე ეს არ არის ჩვეულებრივი ადამიანი. ეს შთამომავლობით არის გადმოცემული, ძირითადია, ესე იგი, მამაპაპური ტრადიციული ცოდნა და მისტიკური ინტუიცია. ქვევრი, როგორც მექვევრეები ამბობენ, შენდება. თანაც შენდება მხოლოდ და მხოლოდ დახშულ გარემოში, სადაც ნიავიც კი არ უბერავს და სადაც ერთნაირი ტემპერატურაა. ახლა მხოლოდ საჩვენებლად გამოიტანა რემიმ ეს პროცესი გარეთ, გამოსაწვავი ქურის სიახლოვეს. მოდი შემდეგი გიორგი. ქვევრი შენდება როგორც სახლი. ნელა, თანამიმდევრულად, წრიული შრეების ამოყვანით, ნესტის შენარჩუნებით, გამოშრობის შესაბამისი თანამიმდევრობით. რაიმე ხელსაწყო ქვევრის შენებაში არ არსებობს და ისე უნდა ჩამოიქნას, როგორც კვერცხია ჩამოქნა. მექვევრემ იცის, რომ თუ პროპორციას დაარღვევს, ეს ქვევრი ჩაწვება. და აი სწორედ ამ ინტუიციის წყალობით ეს ქვევრი იყრება და თავისი ამ უნიკალურ ფორმას ინარჩუნებს. დასრულდა ქვევრის შენება. იწყება შემდეგი ეტაპი, ქვევრის გამოწვა. მექვევრე ერთდროულად რამოდენიმე ქვევრს გამოწვავს და საკმარისია ერთი შეცდომა დაუშვას, რომ მთელი შრომა წყალში გადაიღრება. უნდა ერთოს დღე და ღამე, 3 დღე და ღამე. მე თვითონ გელაპარაკება, ქურა გელაპარაკება. თეთრი ობი გამოდის აგურებში, ამას ჩვენ ვეძახით გამოიშაქრაო, აი თეთრად. იქაც ერთი დღე და ღამეანთია, ესე უნდა შეუკეთო და მე თანდათან უკვე რო შეიხედავ უკანიდან შემოიხედავ და უკვე 9 მეტრად ლაპლაპებს უკვე ყვითლად. სიწითლე და სიყვითლე მიდის და მიდის უკან და ბოლოში რო გაიხედავ თვითონ გეუბნეო რომ მეყოო რა და
ქვევრი შიგნიდან ისანთლება და იმიტომ ისანთლება, რომ ნიადაგიდან ქვევრში არ შეაღწიოს სითხე. ქვევრი უნდა იყოს დამწვარი. უნდა ჰქონდეს წკრიალა ხმა, ესეთი. ახლა ლიხის ქედის ფერდობზე ვიმყოფებით, ზემო იმერეთში, სოფელ შროშაში, რომელიც უძველესი დროიდან მთელ დასავლეთ საქართველოს ამარაგებდა და დღემდე ამარაგებს ქვევრებით. საქართველო ერთ-ერთი უმდიდრესი ქვეყანაა ვაზის ჯიშების რაოდენობით. მსოფლიოში ცნობილი 4000 ჯიშიდან 525 ქართულია. ეს ქართველი მევენახი საუკუნეების გამოცდილების ნაყოფია. ის ხომ მთელი წლის განმავლობაში თითქმის ყოველ დღე ვენახშია. ქვევრის მომზადება საღვინედ. ყურძნის დაწურვა, დადუღება, დაყენება ეს ხანგრძლივი პროცესია. ეს კი ის ხელსაწყოებია, რომლებიც მთელ ამ საქმიანობას ესაჭიროება. ყურძენი საწნახელში იწურება. წვენი კი კანთან, კლერტთან, წიფწასთან ერთად, რასაც დედოსაც ეძახიან, გადადის ქვევრში. იქ ორ პირამდე გრძელდება დული. აი ამ სამთითათი ჭაჭას ურევენ ქვევრში. შემდეგ ქვევრი იხუფება და ასე ღვინდება წვენი. კახეთში 3-6 თვეს, ხოლო დასავლეთ საქართველოში უფრო ნაკლებ ხანს. ეს ღვინის გასაფილტრი გოდორია. ეს ამოსატუმბი დანადგარი. აი მათი დახმარებით ჭაჭასთან ერთად დაღვინებული წვენი გადადის სუფთა ქვევრში. ტანინიანი კახური ღვინო ცნობილია თავისი სამკურნალო თვისებებით. ეს მაგალითად არის დაქენებული დედეს გარეში, ანუ ჩაჩეს გარეში და არის რაც ჩვენ ვეძახით ევროპული ღვინო. ეს უკვე არის კახური ღვინო. ფერი აქვს აღებული მაგის გამო, რომ დედაზე არის დაქენებული 3-დან 6 თვეამდე. დედაზე როცა აქენებ ღვინო მთელი სიმდიდრი რაც არის თვითონ ქანში, თანდათან დროთა განმავლობაში გადადის ღვინოში. მერი რო გახსენეთ 3 თუ 6 თვის შემდეგ, ეს უკვე არის სრულყოფი სასმელი. ალავერდი 13 საუკუნის წინ ამ ქვევრებში უკვე აყენებდნენ საეკლესიო ღვინოს. დღეს აბა ალავერდელი ეპისკოპოსის მიტროპოლიტის მეუფე დავითის თაოსნობით ამ უძველესი კახური წესით მზადდება საეკლესიო ქვევრის ღვინო. ღვინო ჩვენთვის ყველაფერია. სინდისი, ნამუსი, გულმართლობა, პირუთვნელობა და აშკაცობა.